Χριστი აღსდგა. Χριστი აღსდგა. Χριστი აღსდგა. დღევანდელი კვირა აღდგომიდან მე-6 კვირა არის ბრმის კვირა. ეს სახელებიც თქვენ რომ სახარებაში აღმოკითხული შინაარსიდან ეწოდება აი ამ კვირაკებს. ძალიან ღრმა არის შინაარსი დღევანდელი წაკითხული სახარებისა და ერთი რამ რაც მთავარი ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ, რისკენ მოგვიწოდეთ ჩვენ ეკლესია. კითხულობთ აი პატარა ლოცვა არის, რომელიც აი ამ დღის შინაარსს გამოხატავს და თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა. და რას ვკითხულობთ ჩვენ, რას ვღაღადებთ, რას ვთხოვთ უფალს. თვალითა სულიერითა დაბრმობილი ქრისტე ღმერთო შენ და მოვილტვი, ვითარცა შობიდგან ბრმა იგი და სინანულით გიღაღადებ. შენ ხარ ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლად წინვალე. ესე იგი ჩვენ მეუბნებით ვღაღადებთ ქრისტეს რომ ჩვენ ვართ სულიერი თვალებით დაბრმობილები და მისადმი მივივლტვით, რომელიც არის ნათლის წყარო და რომელსაც შეუძლია რომ ჩვენი დაბრმობილი თვალი აგვიხილოს. ძალიან მოკლედ განვიხილოთ ეს სახარება, იმიტომ რომ საკმაოდ ცლად არის თხრობა მის შესახებ. და როდესაც მიდიოდა უფალი, იხილა კაცი შობიდგან ბრმა და მას ეკითხებიან მისი მოწაფეები, ვინსოდა მოძღვარო ამან თუ ამის მშობლებმა, რამე თუ ბრმა იშვა. ეხლა შორს არ გვინდა წასვლა, გვახსოვს ჩვენ განღვეული სახარება, განღვეულის კვირიაკეს წაკითხულ სახარებაზე, განღვეულს უფალი რას ეუბნება, რომ აჰა განიკურნეთ, წადიდან უღარ სცოდავ. და აქედან გამომდინარე და მეორე კიდე რაც მაშინდელ ფარისეველთა ჯგუფში გავრცელებული იყო ესეთი აზრი, რომ და ბიბლიაშიც წერია ისეთი სიტყვა, რომელიც აძლევდა მათ ამის საბაბს, რომ მამათა და წინაპართა ცოდვები თითქოს გადმოდიოდა შთამომავლობაზე. ამაზე წმინდა მამებმა პასუხი გასცეს, რა თქმა უნდა, სხვისი ცოდვა სხვა ადამიანზე არ გადავა, მაგრამ რაღაც გარკვეული კავშირები არის. დღესაც არის ზოგიერთი წმინდანის აზრი ამასთან დაკავშირებით და მოციქულები ეკითხებიან, რომ ვინსოდა ამან თუ ამის მშობლებმა, მაცხოვარი მიუგებს. არცა ამასო და არცა მშობელთა ამის არამედ რაითა გამოცხადეს საქმე ღმრთისა მაგას ზედა. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ განსასწრელი, რომელიც დაშვებული არის ადამიანზე, ნებისმიერი განსასწრელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა მამებთან, რომ განსასწრელი ადამიანთან შეიძლება მოვიდეს დაუშვათ განსაწმედელად, ან ჩადენილი რაიმე ცოდვის განსაწმედელად, შეიძლება განსასწრელი მოვიდეს იმისთვის, რომ სწორედ აი ეს განსასწრელი იცავდეს მას რაღაც ცოდვისაგან. ანუ რამოდენიმე რაღაც აზრი შეგვიძლია ჩვენ გამოთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ უბადრუკნი ვერ გავჭრეთ და ვერ დავინახავთ იმას, რატომ მოდის ადამიანზე განსასწრელი. ესა თუ ის განსასწრელი და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ დღეს სახარებაში, საუბარი არის შობიდგან ბრმაზე. და საბოლოოდ განსასწრელის შესახებ პასუხი არის, ყველაზე კარგი სწორი პასუხი არის ის, რომ გაცხადეს მასზე საქმე ღმრთისა და რომელი საქმე ჩვენ ამას აი ამ სახარებაში ძალიან კარგად ჩანს ეხლა. და ჭეშმარიტად აი საქმე არის ისეთი, რომელიც დღევანდელი სასწაული, რომელიც უფალმა აღასრულა, რომ ჭეშმარიტად შეესატყვისება მას სიტყვები, ფსალმუნის სიტყვები, რომელიც სამოციქულოს წარდგომა იყო, რომ განცხადებულა სურიასთან ღმერთი და ისრაელსაზე და დიდარ სახელი მისი. აი ამაზე მეტი რა უნდა განცხადებულიყო, როდესაც შობიდგან ბრმა განკურნა უფალმა და არის აი ამ ბრმაზე გადმოცემა, რომ მას, ესე კი არ იყო, რომ ვერ ხედავდა
არის გადმოცემა, რომ აი ეს ადგილი თვალის ჭრილიც კი არ ქონდა მას. წარმოიდგინე და მაცხოვარი აი ამ სასწაულს ამ სახედ აღასრულებს, რომ ნერწვა მიწას, შენერწვა მიწას, შექმნა თიხა და ნერწყვისა და სხვა თიხა თვალთამის ბრმისათა. ერთი ეს, რაც მაცხოვარმა მოიმოქმედა, ცოტა ხნის წინ აი სახარებაში და ჩვენ გუშინაც წავიკითხეთ სახარება, რომ მაცხოვარი ეუბნება, მე და მამაი ჩემი ერთ ვართ. ურიებს ეუბნება. თავის ერთობას მიუთხრობს, მამასთან ერთობას. ეს ძალიან ღრმა დოგმატური სწავლება არის და ეხლა რომელი საქმეც ეხლა აღასრულა, ეს უკვე ჭეშმარიტად ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რომ უფალი არის შემოქმედი ქრისტე და როგორც მიწისაგან მან შექმნა ადამი, აი ესე, აი ამ სახეთ, აი ამ ბრმას, უთვალო ადამიანს მიმადლა თვალი და მიმადლა ხედვა. ერთი ეს და მეორე რომ მაცხოვარი ეუბნება მას, რომ წარვე და დაიბანე საბანელსამა სილუამისასა, რომელი თარგმანების მოვლენებულად სილუამის ტბაში უთხრა წადი და დაიბანეო. ანუ მეორე რაც არის მისი კურთხევა, რომელიც მორჩილებით სრულდება. ჩვენ ხედავთ, რომ აი რამხელა, ესე იგი რომ ვთქვათ, შინაგანად რამხელა მზაობა ქონდა აი ამ ბრმას ქრისტეს დანახვისა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მას არაფერი არ დაუნახია და ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ის წუწუნებს, ან ტირის, ან რაღაცა ზოგადად ეხა ვისაც არაფერი არ უნახია, იმა რაზე უნდა იწუწუნოს. და თუ გინდათ, აი რაღაც ყავის აცდა გამიშა. თუ გინდათ, როგორ მდგომარეობაში იყო ეს ბრმა, რა მდგომარეობაში იყო, აი ერთ-ერთ მუხში წერია გარკვევით, რომ რა მძიმე იყო მისი მდგომარეობა. და მაცხოვარმა თვითონ იხილა, თვითონ მივიდა მასთან. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა და ეს ბრმა, აი უყურეთ, ხანდახან ეკლესია თქვენ მოდიხარ და რაღაცას გეუბნებათ, ისეთ კურთხევას გეუბნებათ, რომელიც თქვენ შეიძლება არ მიიჩნიოთ. ხო. თქვენ შეიძლება არ მიიჩნიოთ ეს საქმე, აი შეიძლება თქვას, რომ აი ეხა აი მოძღვარი დაუშვათ გეუბნებათ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ. აი მაგალითად შენ ხარ განსასწრებში რაღაცა გეუბნება მოძღვარი, მოდი ეს დაუჯდომელი წავიკითხოთ, ან ბარძიმი შეუსმელი ან რაღაცა. ადამიანი ყოველთვის რაღაცა იოლ გამოსავალს ეძებს. და მას ურჩევნია, რომ რაღაცა ისეთი მოიფიქროს, რომელიც დაუშვათ უფრო იოლი იქნება. და ეკლესიის ძალა რაში მდგომარეობს, იცით? პატარა ლოცვებში კი არ არის, ან დიდ ლოცვებში კი არ არის. ეს არის ქრისტეს კურთხევა. ღმერთის კურთხევა არის ესა, რომელიც აი ეს მადლი და ქარიზმა მისცა სასულიერო იერარქიას. მე მინდა ბიბლიიდან ერთი ამბავი გაგახსენოთ. ასურეთის იმპერია იყო მაშინ და ნეემან ასური იყო მხედართმთავარი. ელისე წინასწარმეტყველის დროს ხდება ეს ყველაფერი და მას დაემართა კეთრი. და იმ პერიოდში ებრაელები დამონებული ყავდა და ნინევია იყო მაგათი სამეფო ქალაქი და ებრაელი ქალები იქ მონებად ყავდათ ხოლმე. ხო და ეს ერთ-ერთი მონა ეუბნება იმის ცოლს, ნეემანის ცოლს, რომ წავიდესო შენი ქმარიო, ჩავიდესო ისრაელში არისო წინასწარმეტყველიო ელისეო და მივიდეს იმასთან და განკურნავსო. წამოვიდა ეს მთელი ეპისტოლი კაცი იყო, წამოვიდა მთელი ამალი და მივიდა ელისეს წინასწარმეტყველი, სადღაც მიწურში ცხოვრობდა და შიგნიდან შემოუთვალა. ჩავიდესო იორდანის მდინარეზეო და 7 ჯერ დაიბანოსო და განიკურნებაო. გარეთ არ გამოსულა. ეს გაბრაზდა ეს ეპისტოლი კაცი იყო, როგორო კაცო ესა. მე მეგონა ეხა გამოვიდო და ლოცვას წამიკითხავდა რაღაცა. მე ერთი მსახური ეუბნება, ეტყობა კეთილგონიერი ადამიანი იყო და წადიო რა გითხრაო კაცო, წადი და დაიბანეო, წავიდა დაიბანა და განიკურნა. ამით რისი თქმა მინდა და რისი თქმა უნდა ეკლესიას, რომ ეკლესიის ძალა პირველ რიგში არის კურთხევაში. შენ რომ მოხვედი საყვარელო და რო უთხარი მოძღვარ შენი გაჭირება, იმან თავისი კი არ გითხრა შენ. თავის საქმეს კი არ გეუბნება, შენსაც გეუბნება, იმას ზეგარ დამოგეუბნება შენ. შეასრულე.
და აუცილებლად განიკურნები. ამ შემთხვევაშიც ესე იყო, შეასრულა აი ამ ბრმამ, წავიდა, ეხლა დაფიქრდით უბრალოდ აი ჩვეულებრივი ამბავი, ეს იგავი კი არ არის, ჩვეულებრივი ამბავია მომხდარი. ეხლა ამ ბრმას, აი უყურეთ, ნახეთ, შეიძლება ეკითხა რომ კაცო, ეს ხო არ დამცინის. ჯერ ერთი რა არის ეს? თიხა მცხო თვალზე. ეხლა მეუბნება წადი, დაიბანე და დაინახაო მეუბნებაო. არავითარი. უდრტვინველად მიდის და ორი სიტყვით წერია, წარვიდა კაცი იგი და დაიბანა და მოვიდა და ხედვიდა. და ეხა იქ რეალობა როგორი იყო, რომ აი ეს ფარისევლებს რო ამბობ ჩვენ, ეს ფარისევლები აღმოცენდნენ ქრისტეს შობამდე დაახლოებით მე-3 საუკუნეში, როდესაც დაიწყო მაშინდელი მართალის ჯულის დევნა, ეს ფარისევლები იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ესე გარანტი იყვნენ ერშირ ჯულის დაცვის. აი დადიოდნენ ჯულს ასწავლიდან, განუმარტავდნენ, ქრისტე რომ მოვიდა უკვე სექტა იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ თავიდან ესე კარგები იყვნენ. ხო და რატო ჩამოყალიბდნენ სექტად? იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება. ესე იგი ეს ბრმა ხო ყველა ხედავს რომ იქ არის. ხო და ნახეს რომ შაბათს განიკურნა, შაბათია, შაბათს განიკურნა. ნახეთ, რატომ გადავიდნენ სამეუფო გზიდან, კარგი საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ სექტა რატო გახდა? იმიტომ რომ ხილულში გადავიდნენ ისინი და წესებში გადავიდნენ, მარტო წესების დასვაში. ნახეთ, შობიდან ბრმა განიკურნა და ისინი კითხულობა, შაბათს მოხდა ესა? ვინ გაკურნაო ეუბნებიან? და ის ეუბნება არ ვიციო. იმიტომ რომ არ უნახია. ჩვენ გვახსოვს გარღვეულის მდგომარეობა სულიერი როგორი იყო, გახსოვთ? წავიდა ქრისტეს შეხვდა და მოვიდა დაასმინდა ფარისევლებს და იესო არისო, ვინც გამკურნაო მეო. ბრმის შემთხვევა აბსოლუტურად სხვანაირია. ბრმა ჩვენ გვევლინება ყოფილი ბრმა. ჩვენ გვევლინება ქრისტეს ქადაგებლად. ჯერ თავიდან, ესე იგი, ქრისტე რომ ვინმეს ეღიარებია წინასწარმეტყველად, კრებულიდან განდევნიდნენ, მაგრამ ეს ბრმა არ ერიდება ამას. როცა იკითხებიან რომ ჯერ მშობლებს დაუძახეს და იკითხებენ ეს არისო თქვენი შვილიო, რომელიც ბრმა იშვაო. და ისინი პირდაპირ წერია სახარებაში რომ ეშინოდათო, იმიტომ რომ ეღიარებიათო ქრისტეს როგორც წინასწარმეტყველათო კრებულიდან განდევნიო, ნახეთ რა არის ამა ქვეყნიური შიში, რომელსაც აი საკუთარი შვილი, რომელიც აი ვერ ხედავდა და ეხა ხედავენ, შედალოცილო, ან სიხარულის საზომი შენში ამაზე მეტი არ არის, რომ გამოხვიდე ვაშკაცურად და თქვა. აი ეს არის, აი ამასოფლის შიში, ეს უნდა ვინიშნო ჩვენ, იცით? ეს დემონი, ეს სული ადამიანს უტევს, აი მაგალითად გეტყვით რა, აი მაგალითი კარგია სამაგალითოდ, აი მაგალითად ფეხზიმე დარჩა ადამიანი და ოჯახში რაღაცა ხო სიხარული უნდა შემოვიდეს რაღაცა, ხო? და უყურეთ იწყებენ ცოლქმარი მაგალითად რა ჯვარი წერიას ეს ყველას ესეთი საზარელი და საშინელი საქმე, მაგრამ იცი რა, ეხა ბინა არ გვაქვს, მე უმუშევარი ვარ, შენ ეხა რას ვიზამთ, ეხა როგორ გავზრდით ამბავს რაღაცა და ნახეთ სად მიყავს, ანუ ამ ქვეყნიური რაღაცების ეშინიათ. ღმერთი კი არ ახსოვთ და ნახეთ სადმე მოდი მოვკლათ. ჩვენ კარგად ვიქნებით. არ მოგვაგდება არაფერი. ნახეთ სად მიყავს. აი უყურეთ, აი ამ შემთხვევაში, აი ამ მშობლებს ზუსტად იგივე მოვიდათ, რომ ხედავენ თავის შვილს განკურნებულს. მიხვდით? ხედავენ განკურნებულს და ნახეთ, ესე იგი ჩვენო ვიცითო რომ ბრმა იშვაო, მაგრამ მაგასო ასაკი აქვს და თქვენ კითხეთო მაგასო. უყურეთ, იმის შიშით რომ კრებულისგან არ განდევნონ, კრებულისგან განდევნა ძალიან მძიმე სასჯელი იყო. აი მოკვეთა საერთოდ საზოგადოებიდან ესე რო ვთქვათ რა. ხო და მე მიუბრუნდნენ აი ამ ბრმას და ეს შენ ასიტყვი ეუბნებიან და შაბათს რო განკურნავ, ესე იგი ცოდვილი კაციაო და ეს ეუბნება კაცო, ცოდვილი თუ არის მე არ ვიციო, მაგრამ შობიდან ბრმის განკურნება რომ ცოდვილს არ შეუძლიაო, მე ამას კი ვხედავ, ანუ იწყებს ქადაგებას და აბა შენო რა სიტყვიო მისთვისო ვინ არისო და წინასწარმეტყველიაო ეუბნება.
პირდაპირ აი როგორც გითხარით, აი ეს ბრმა ჩვენ გვევლინება ხადაგებელად და შემდეგ საბოლოოდ აი ეს განკურნებული ბრმა გამოაგდეს. განაგდესო გარეო პირდაპირ ესე წერია, აგინებდეს, გალანძღეს და გამოაგდეს გარეთ რომ და მერე შემდგომ ის აგრძელებს ხადაგებას და მაცხოვარი პოულობს მას გაიგო მაცხოვარმა რომ გამოაგდეს იგი და იპოვა იგი, მოძებნა იგი. აი აქაც მინდა რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ რაზე რომ თუ კი ჩვენ აი უყურეთ რაღაცების შეფასებები, გადაფასებები, რაღაცები, თუ კი ჩვენ ამ წუთისოფლს დაუპირისპირდებით და აი ამ სულს, რომელსაც შეუძლია მაგალითი რაც მოვიყვანეთ ეს ჩაგვადენიოს, თუ კი ამ სულს დაუპირისპირდებით, ხო, ჩვენ აუცილებლად გვიპოვის ქრისტე. აუცილებლად გვიპოვის ქრისტე და იმ რაც ეგან მაგალითი ვთქვით, იმ შენ შვილს ისეც გაზდის, რომ მოვა დრო და შენი თქვი რომ აი ჩემი სანატრელი შვილი, რომელმაც სიბერეში განმისვენა მე მიშველა, დამეხმარა, დანარჩენმა უგულებელ ყვეს. აი ესეთი არის. თუკი და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ამასოფლის სული გვებძვის ჩვენ, თუკი მას დაუპირისპირდებით, როგორც ეს ბრმა იპოვა და როგორც ეს დაუპირისპირდა ამასოფლის სულს და იპოვა ქრისტემ, ესე გვიპოვის ჩვენ ქრისტე აუცილებლად. და მთავარი ნეტარება რაც არის აი ამ ბრმას აღარ ვიტყვი მე ამაზე, იმიტომ რომ მე ხა ვიტყვი ბრმები ვინ არიან? ბრმები არიან ეს გარემოცვა, ვინც ეს ადამიანი გამოაგდეს კრებულისგან და ეს არის ადამიანი, რომელმაც ესე იგი, რომელიც შეხვდა კაცს და იხილა ღმერთი. შეხვდა ჩვეულებრივ ადამიანს და მან იხილა ღმერთი. და მაცხოვარი ეუბნება რომ შენ წამს ზეღვთისა ეუბნება პირდაპირ ეუბნება. აი გახსოვთ აი სამარიტელი დედაკაცის შემთხვევაში, იქ სამარიტელი დედაკაცი რო ეუბნება რომ ვიციო მესია მოვაო და ისო ყველაფერს გვეტყვისო რაც არის ჭეშმარიტიო და მე ვარო მაცხოვარი ეუბნება. ეს იშვიათი შემთხვევა არის. როცა ქრისტე ეუბნება ამბობს რომ მე ვარ ღმერთი, მე ვარ მესია, მე ვარ მხსნელი, იშვიათი. ანუ მსმენელი ძალიან ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაში უნდა იყოს და ესეთი იყო სამარიტელი და ესეთია სწორედ ეს ბრმა. მაცხოვარი იცის მისი სულიერი მზაობა და ეკითხება, შენ წამს ზეღვთისა? ის ეუბნება, ვინ არის იგი უფალო, რომ ვირწმუნო მეო? და მაცხოვარი ეუბნება, იხილე იგი და რომელი იტყვის შენთანა იგი არის. ანუ მე ვარ ეუბნება. ამასაც აღმოაჩნდა მზაობა სულიერი და ისიც აი წეღანო ამბობდით რომ განსასწრელი შეიძლება იმისთვის დაეშვა, შეიძლება ამისთვის დაეშვა, მაგრამ განსასწრელი ეშვება ადამიანზე რომ რათა გაცხადეს საქმე ღვთისა მასზე და აი გაცხადდა საქმე ღვთისა. ნახეთ, აი ეს განსასწრელი უმძიმესი განსასწრელი, რომელ განსასწრელში შობისგან იყო ეს ბრმა აღმოჩნდა მისთვის დიდ სიხარულად. ამაზე უფრო გახარებული კაცი ახლა სოფლიოში მე არ მეგულება, იმიტომ რომ თავის წინ უდგას ღმერთი და მან იცის რომ ღმერთი დგას მის წინ. წამს უფალო უთხრა. და თაყვანისცა მას. აი ეს არის მოკლე შინაარსი დღევანდელი სახარებისა და ჩვენ კიდევ ერთხელ ამით დავიწყეთ და ამით დავასრულებთ რომ ჩვენ ვართ აი ეს ბრმა. ჩვენ ვართ, თუ ეს ბრმა ფიზიკურად იყო ბრმა, ჩვენ ვართ სულიერად ბრმები. საღვთო საქმე რო დაინახო, ის თვალი უნდა აგეხილოს, რაც არის სულიერი თვალი და აი ეს თვალი ჩვენი დახშული არის. ჩანს ეს სახეზე არის ეს. და ჩვენ უნდა ვილოცოთ დღეს აი ეს ყონდაკი როგორც იყო, რომ ესე იგი როგორც სულიერი ბრმები, ისე უნდა მივილტოდეთ. მოვილტი რას ნიშნავს, იცით? მოვდივარ სხვა არის და მოვილტი სხვა არის. მოვილტი არის ის, რომ აი მირბიხარ წყაროსთან, სიცოცხლის წყაროსთან და ესე უნდა მივირბინო ჩვენ სინათლის, სიცოცხლის, ყველა სიკეთის წყაროსთან უნდა მივირბინო და უნდა უთხრათ, რომ ჩვენი სულიერი თვალები დაბრმობილია.
ოღონდ ისე კი არ უნდა უთხრათ, აი რაღაცა წავიკითხეთ და ამოვიკითხეთ, ესე კი არა. ეკლესია ზუსტად ამისკენ მოგიწოდებს, იმიტომ ღაღადებთ. თქვენ იცით რომ მე დავითი არის პირი მრევლის და როცა მე დავითი კითხულობს სულიერი თვალი დაბრმობილი აღმიხილე უფალო, ამას ჩვენ ყველანი ვღაღადებთ. იცოდეთ ესა. ეკლესია ეს არის. ეკლესიობა ეს არის რომ ჩვენ ერთი პირი და ერთი გულით ვღაღადებთ. და უფალმა აღუხილა თვალი აი აბრმას და ინებებს თავისი მოწყალებით და აგვიხილავს ჩვენს თავისი მადლით და წყალობით და მოწყალებით, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე. ამინ.